ბატონო, თქვენთან მეკდება ბავშვები გამოთქვამენ წუხის შესახებ, რომ ხანდახან ხასიათზეა მასწავლებლის თუ ხასიათოთ არის რაღაცა ცუდი ნიშნები იწერება და არის კიდე ყოფაქციების გამო ცუდი ნიშნების დაწერა. რომ ის შეიძლება ნიჭიერი იყოს, შეიძლება სწავლობდეს სადაც, მაგრამ ვერ აჩერებს ხელს, ვერ აჩერებს თავის თავს და ამის გამო მას უნახევრდება ფაქტიურად შეფასება. ასეთ მასწავლებლებს რას ვეტყოდი და როგორ უნდა მიუღეთ? რა თქმა უნდა, ხდება ასეთი შემთხვევები, მასწავლებელი ხშირად ფიქსირდება აი ამ მოძრაობებზე. ცით რა არის, აი ამასთან დაკავშირებით. ბოდიში შეგაწოდებთ ექსკურსიაზე, ცუდად მოვიქენციო და ამაში დამაკლენ ექსკურსიაზის გამიხსენა მასწავლებელმა გაკვეთილზე. აქ ცეთი ერთმნიშვნელოვნად რომ დაუჯეროთ ბავშვებს ესეც არასწორი იქნება, ეს რა თქმა უნდა, ეს არის სისტემა, რომელიც მუშაობს, ხო ხა. ძალიან აქტიურად ბავშვები თითქმის მთელი ბავშვობის ასაკში ძალიან მწვავედ განიცდიან უსამართლობას. აი, როდესაც ხდება აი ამ სამართლიანობის შეგრძნების გამტკიცება, იქ უკვე ასეთი პრეტენზიები არ არის. თუმცა, თვითონ იგივე მომენტები, იცით, ახლა ცუდი ნიშანი დამიწერა. ეს გადაბრალება, ესეც ბავშვებს ახასიათებს ამაში. ამზაფრებენ. რა თქმა უნდა, ესეთი განსაკუთრებული არაფერი აქაც იცით როგორ არის, ესეთი თავდაცვითი ვარიანტია. ბევრ შემთხვევაში იცავენ თავს მშობლებისგან, ხო? და აკეთებენ აი ასეთ აქცენტებს, გადააქვთ ვექტორი პედაგოგზე და მასწავლებელზე. რაც შეეხება ქცევის რეგულირებას, იცით, აი განსაზღვრულია გარკვეული მომენტები, რომ არიან ადამიანები, ვისაც განსაკუთრებით მოზარდებს, ხო, მათი ენერგეტიკა აბსოლუტურად სხვანაირია. მათთვის წარმოუდგენლად ძნელია 45 წუთის, თუნდაც 40 წუთის განმავლობაში გაუძლებლად ჭდომა. ხო, ამისთვის შეიქმნა ეს მომენტები, რომ არის ჩვენ განათლების სამინისტროსაც აქვს რამოდენიმე ესეთი მითითება ამასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მოხდეს წვავე შენიშვნების მიცემა თუ ბავშვი მაგალითად რაღაცა ნივთით ისეთ манипуляციებს აკეთებს გაკვეთილის დროს, რაც ხელს არ უშლის, ანუ ხმაურს არ იწვევს, თქვათ, ხელში ათამაშებს საშლეს ან რაღაც ამ დაგვარს. მაგრამ არის რაღაც მომენტები, როდესაც უფრო აქტიურია და უკვე მიმართულია გაკვეთილის ჩაშლისკენ. აი ამ შემთხვევაში არის სპეციალური მეთოდიკა, როგორ უნდა იყოს შენიშვნა, რა სახით უნდა მოხდეს აი ამისი მიწოდება და ასე შემდეგ.